რა ბაზარია? რა ბაზარია? მანდ რა ბაზარია? ეთერში ვართ? გამარჯობა მეგობრებო. ეთერში ვარ მე ბაზრიდან და ეს არის გადაცემა რა ბაზარია? ხო, არა გაიგეთ ეხოს ხმა? ვეკვას 3 ნომერში ვარ. მოგესალმებით მათ ვინც მიყურებთ ბაზარის Facebook გვერდზე. გამარჯობა. მივესალმები მათ ვინც აქ არის ჩემთან ერთად. რა კარგია რომ მოხვედით. თქვენ შეგიძლიათ ყოველ სამში ისედაც ხო შეგიძლიათ რომ მოხვიდეთ ხოლმე ბაზარში და დააგევონოთ და დაათვალიეროთ აქ რომ საოცარი ამბები ხდება აქ, მაგრამ ყოველ სამშაბათ 8 საათზე თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ აქ. თან შეგიძლიათ მიირთვათ, თან შეგიძლიათ მოიყვანოთ შეყვარებული. მე შეგიძლიათ ამ შეყვარებულს დაშორდეთ, ამ პირიქით შეურიგდეთ. შეგიძლიათ დააწვეთ დაიძინოთ ჩვენ საფრთხეებში. შეგიძლიათ რომ გაგეღვიძებათ მე შემომხედოთ, მომისმინოთ, იმიტომ რომ მე საოცარი სტუმრები მეყურება ხოლმე. მოკლედ საოცარი ადგილია ეს, საოცრებები ხდება აქ და დღეს რა თქმა უნდა მყავს საოცარი სტუმარი. მოკლედ ესეთი ამბავია რომ YouTube-ზე ვარ ახალი. მე კი შანშან კი ფიქრობდი როგორ შემომებიჯა YouTube-ზე, მაგრამ დავიწყე YouTube გადაცემებში სიარული. ყველგან ვიყავი, ყველაფერი მოვიარე, ყველაფერი დავშვანე, ყველაფერი ვნახე, ყველაფერი გავიძანე და ახლა მჭირდება ისეთი ადამიანი, ვინც ამ ყველაფერში გამოკვეს, იმიტომ რომ მე ტელევიზიას აღარ გავეკარები, ტელევიზია დავასრულე და საერთოდ ვთვლი რომ მომავალი YouTube-შია და ჩემთან სტუმრად მოვიდა ადამიანი, რომელიც არის YouTube-ის мама, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პირველი პოდკასტების მეფე, ჯო როგანზე ბევრად მაგარი, მე თუ მკითხავ და უკეთესი, კიდე კარგი არტისტია და კიდე ეს ყველაფერი დავიწყოთ და გვერდზე გადავდოთ და წიხლი ვკრათ. ჩემი ახლო მეგობარია გიორგი ვარდისემიძეა, ჩემი სტუმარი. ნუ დავდგებ ეს თუ? არა, დავდგები მე. ჩემი კამერა ისო. გიორგი ვარდისემიძე. ყველას მოგესალმებით live stream-ზე ბაზარი არა. live stream-ზე ხედავ, ეს უკვე არ ვიცოდი. დავდიოდი. მე წეკავ თქვი პირდაპირ ეთერი თქო და გიორგი მითხარ რა ის პირდაპირ ეთერი რუსკავ YouTube-ზე თუ მოხვედიო და კიდე თან Facebook-ზე ბაზრიდანო გადისო live-იო რა ის პირდაპირ ეთერი live stream-ი უნდა თქვა, ანუ რაღაც ტერმინოლოგია არსებობს. არაფერი არ ტერმინოლოგია არსებობს. იცი რა არაფერი არ გესმის. ბაზარში ვარ. ძალიან ბევრი ხალხია და ყველას მოკითხვა და მოდი ესე ცოტა გასაგება მომწერე ჩემთან. მესეჯი გამოგიგე. წარდგენა გავიგე რაღაცა მადლობა. როგორ ახარ, ხო? მე კარგად ვარ, შენ როგორ ახარ? საკაიფოდ, მადლობა რომ დამპატიჟებ. მთელი გულით მიხარია რომ YouTube-ზე გადმოხვედი. დიდი ხანია კერავდი და კაია რომ გვეღირსა ეს ამბავი. დიდი ხანია მკერავდა, ხან ისე მკერავდა, ხან ესე მკერავდა. არავითარ შემთხვევაში მე ვეუბნებოდი ხახო ჯერ კიდე ჩემ პოდკასტში გადმოდი ტელევიზიაში არ გინდა ხო ნახეთ რა სიტყვები თქვა რომ აღარ მინდა ტელევიზია კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ საოცარ ადგილას. იცი რა მაინტერესებს ეს წარდგენა რაც გავაკეთე ახლა მოგეწონა შენ როგორც მითხარი ისე გავაკეთე თავარი რეგალია მათი ვარაშიც მოგეწე გააკეთე კარგია თავარი რეგალია გამაზე ფანტასტიკური მეუღლე და мама თავარი რეგალია ბოდიში ძალიან დიდი ბოდიში თავარი რეგალია ფანტასტიკური მეუღლე და мама გამოსწილი მადლობა ძალიან გამოსწილი შეიძლება ასეც ითქვას ხო აჩი არაში არის რაღაც სპეროები რაშიც კი ბატონო შეიძლება ითქვას ასე რაღაცეებში 2 წლის ბავშვის мама უკვე გამოცდილი ვარ პამპერსის გამოცვლა ვიცი როგორ ვაჭამო მარტო დამიტოვე არ მეშინია შენ თავს ვიცავარ რატომ მეშინოდე არა თავიდან მაგარი საშიში მეშინოდა და ეგეთიო წვეთავს აქედან რო უცვლი და მაგარი არასასიამოვნოა მოდი ვაღიაროთ მე ბოთლი როგორ დაიჭირო რამე არ ატკინო მაგრამ ეს ყველაფერი წურთუნაში მე დღეს ვთვლი რომ ძალიან კარგი мама. ანუ როგორი мама ხარ? მამური мама ხარ თუ აი? ისნავს მამური мама. აი ნახე მე სულ მაინტერესებს და არსებობს ეგეთი რაღაცნაირი არ ვიცი როგორ თქვა რა სტერეოტიპი რომ აი რა კარგი мама, ბავშვს გამოუცვალა საფენი. რა კარგი мама, ბავშვს იტოვებს. არა, ეს ნიშნავს რომ უბრალოდ мамаა. ანუ ეს უკვე იგულისხმება ფუნქციონალს მამას ხო და ამას აკეთებს და ჩვენ ხო ვაწვევით იმას რომ ყველაფერი ერთ იმაზე უნდა იყოს ერთ სიფრთხეზე ასე ვთქვათ. რას ნიშნავს რომ კარგი мама, დედაც იგივეს აკეთებს და დედა და мама. ხო, აი არა. დედა, мама. მაგ კონტექსტში მე კარგი мама ვარ, იმიტომ რომ მაგალითად გუშინ 4 პამპერსი გამოვცვალე. ოჩა. ცოტა ვერ ქონდა კუჭის მოქმედი და კარგად და ყოველ 15 წუთში მეძახდა мама მოდი გამოცვალე. ძალიან კარგი, ესეც უნდა იყოს. ანუ შენი თავი იპოვე ხო? მოგწონს ეს ყველაფერი ხო? ანუ დამღლელია, მოდი ვაღიარო, დედებს ვერ შეგეკამათებით, იმიტომ რომ ბევრად ვიცი რომ სხვა ენერგიას ხარჯავთ, ჩემი მეუღლე ტაშიო აპლოდისმენტები, ანუ 100 თავი წინა, თუმცა რასაც მე ვაკეთებ ხოლმე დღის რაღაც გარკვეულ მონაკვეთში
იმის გარდა რომ სასიამოვნო ორიაზე არა, მაგარი დამღლელია. ძალიან ტვინი წაიღეს. მაგრად მიყვარს ეს პატარა კაცი, მაგრამ მაგრამ ღლის, ანუ სახეს მაძრობს. და რო ვიცი რომ პერსპექტივაში კიდე უარეს მიზავს. ეხლა შენ აღმოაჩინე რამე ახალი უნარები მამობისას შენ თავში? უნარები? აი რა აღმოაჩინე რომ ეს დროს ვერ შეძლებდი და თურმე შეგიძლია. კი, არის რაღაცეები რა. კიდე ერთხელ ვიძახე, უფრო უნარები არა, მოდი ესე ვთქვა, აღმოაჩინე თვისებები, რომელიც დედიკო გაგების დონეზე გაგებული მქონდა. სადღაც წიგნში წაკითხული მქონდა, მაგრამ შეგრძნების დონეზე არ ვიცოდი რომ მართლა შეიძლება შიშის მცნება ესეთი მრავალფეროვანი გახდეს აბსტრაქტული, ანუ არასოდეს არ მეგონა რომ დავჯდებოდი და შემთხვევი წარმოვიდგენდი ჩემს შულს რა შეიძლება დაემართოს და ამით გული გამისკდებოდა. გავიღვიძებდი სიტყვაზე ან დავხედავდი ხო კარგად სუნთქავს. მოკლედ რაღაცეები ისე იცვლება რომ ვერც კი წარმოიდგენდი რომ Welcome to the club, bro. შენ უკვე ორი შვილის თემა გასაგებია რომ ბევრად იცი ახლა რაზეც ვლაპარაკობ. ეს ჩვენთვის ახალი შეგრძნებებია და ვეჩვევი და ვსწავლობ და თან მაშინებს, თან მომწონს, თან ვიაზრებ რომ აუცილებელი პროცესია. და ძალიან დამღლელია და ძალიან აი შვილი გიჩნდება და უცებ იჩითები მუდმივ სტრესში. ხო თან ტიპზეც აი, ხო არის. საგძინავს. ანუ ვიღაცას გავუმართლა და შედარებით ცეჩვილები ყავს, ნაკლებად ცელკი რაღაც ამბავში. ჩემი არის, რასაც მეუნებიან, ანუ მეც მაგარი ცელკი და ცუდი ჭყალებს ცუდი ბავშვი ვიყავი და აქაც welcome to the club. ხო, შენც ვიცი შენგან რო ეგეთი ამბები გაგავლინ. მე მითხრეს რომ დედა ჩემი მეუნება რომ ესო, ანუ შენო მოგონება ხარ, რომ ეს რეებსაც აკეთებსო, ანუ შენო ამის ნახევარს არ შვებოდიო და თან მიხარია თან მაშინებს, რომ ესე იგი ნელ-ნელა კიდე უფრო დამერხება, იმიტომ რომ ყოველდღე რაღაც ახალს ამუღამებს, ახალ ზეწოლება, ახალს ამტრევს, რაღაცას ამბობს. ეხლა რამდენი წლის არის? 2 წლის და 2 თვის. არა, ნუ ძალიან, ესე იგი, ჩემთვის არის საოცრება ეს, იმიტომ რომ ხა მე და შენ მოვდივართ ძალიან დიდი ხანი, ერთად ვსწავლობდით, ნუ შენ ჩემზე ერთ წელი პატარა იყავი, მაგრამ ერთად ვსწავლობდით, მე ერთად მუშაობდით, ნუ ერთად ვცეკვავდით, ნუ სულ ერთად ვიყავით დღე და ღამე, ნუ ეხლა ეს პერიოდია ისეთი, რომ შენ უკვე შენი საქმე გაქვს, ოჯახი ყავს, შვილი ყავს. This is life, რა თქმა უნდა. This is life. ხო და მაგრამ ანუ რო გიყურებ ეხლა აი ამ და რას გავხარ უნდა მეთქვა რო გიყურებ რა გიყურებ და რას და ტაიმს გავხარ გიორგი რა ბიჭი ვიყავთ არა ეხლა უფრო კარგი ბიჭი ხარ და ანუ ნახეთ აი თან ესეთი ტიპია რა თან ბაიკერია და არტისტია და იუთუბერია და ბევრი გამომწერი ყავს და პოდკასტი აქვს ძალიან მაგარი და ძალიან კარგი სტუმრები ყავს ყოველთვის და მე მომინდა რომ ერთხელ შენც ანუ დაივიწყე შენი თავი რა სულ ყველას ინტერვიუს და შენ პოდკასტზე თუ არ ვიცი როგორ ინტერვიუები არ არის ეგ მარტივი რომ კარგი ინტერვიუერი იყო ალბათ სართულია ეგ ანუ ეს მარტო შეკითხების დასმა არ არის რა თქმა უნდა აბსოლუტურად ხალხს მოენატრე გამარჯობა ისაც მოინტერესებს როგორ ხარ ისაც მოგენატრე ჩემთან YouTube-ზე გელოდებით ეს ერთი მაინც პატარა პიარი ჩავაკვეხე აუცილებლად ჩავაკვეხე YouTube-ზე აკრიბეთ აღმოაჩეთ ახალ სამყაროს სადაც თქვენ გადაბარგდებით და კანდროს გაატარეთ ეხლა მე რო ჩაგეკუჭე ათილარი გამარიარებ YouTube-ზე დავისთავოთ ჩემთან ეს ათილარი კონვერტირდება ბევრ პოსტებში ბევრ ყვირილში shout out-ი ქვია თუ რაღაცა ამას მე ვიყურებ რუსკას არხია თუ ყველგან შემაგაზია ძალიან ბევრი გამომწერი ყავს და მეც მინდა რა უნდა ეხლა მაგალითად YouTube-ზე. ხო და მეც მინდა რა უნდა ვქნა? არაფერი, უბრალოდ არხი გააკეთე. და შენს მილიარდიან აუდიტორიას Instagram-ზე, რამდენიმე დღის მანძილზე რაღაცა ინტენსივობით სტორებში უთხარი რომ ხალხო, აქ ხო კარგად ვარ. ეხლა ნახე რა განახოთ, კონტენტის არჩევა ეს უკვე ინდივიდუალური ამბავია. რა მოგწონს, რის იკეთება გულწრფელად გინდა, იმიტომ რომ თუ რაღაცას იმიტომ გააკეთებ, რომ როგორც ბიზნეს მოდელი გონია რომ გამართლებულია და შეიძლება გამართლებულიც იყოს, ადრე თუ გვიან გონია რომ მოგბეზდება. ეხლა ჩემი სუბიექტური დაკვირვება და გამოცდილება გაგიწუხდება, მოგბეზრდება. უნდა გააკეთო რაღაცა სინთეზი იმის, რომ თან მომწონს, რასაც ვაკეთებ, თან ფინანსურად გამართლებულია, რომ არ გამიტრუხდეს. ეჭვი არ მეპარება, რომ ხა ხდები მაგის მოძებნა შენ კონტენტის გაგიჭირდეს. უნდა აკეთო და ნელ-ნელა რაღაცა მეტად გაისვრის ახალი აუდიტორია და ესე მე გამოიმუშავებ უკვე ბაზას. ნუ შენ პოდკასტებზე არ ვიცი ტოპ. სულ მინდა რომ კომპლიმენტები გითხრათ და ვუყურებ და ძალიან მომწონს. აი იცი რა მაინტერესებს და სულ მიშდება ესეც შეკითხვა. აი ახლა რო გქონდეს შესაძლებლობა რომ ერთი ისეთი სტუმარი, აი ძალიან ცნობილი სტუმარი იყო, აი სოფლიოზე რო გავიდეთ, აი ესეთი სტუმარი იყო და რომელსაც ეგრევე დაურეკავ და გამარჯობა. მოდი ჩემთან ჯოროგანს მოიყვანო. ვის გამოც დავიწყე ინსპირაცია ვინც იყო ჯოროგანი. ინსპირაცია ჯოროგანი, ფეხსაცმელი გავძრო ჯოროგანზე. რაღაც ნიშანია. სადღაც ჯოროგანს დაასლოპინა. ალბათ გონია რომ ძალიან მომენა
მონატრე. შენ თავს ვიცავ. ანუ ჯოროგას მოიყვანე. ტიპია რომელსაც ალბათ ნებისმიერ თემაზე, აი სულ რა ვიცი, კახეთის ისტორია კითხვა ალბათ ეცოდინება, რა რატო არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ 3000 პოდკასტი აქვს ჩაწერილი მსოფლიოს საუკეთესო ტვინებთან ეს ერთი არის უკიდურესად განათლებული, საოცრად ხარტი გონება აქვს და რაც თავარია, ალბათ იმიტომ არის ნომერ 1 პოდკასტი, რომ ხანდახან არის ხოლმე რომ ტიპი იწევს სტუმარს რომ იმ თემის გაგებაში არ არის, მაგრამ შეძლო ესე მოусმინო და დასვა სწორი შეკითხვები და არ გიტყდებოდეს პოზიცია რომ მე ხა არიფი ვარ და არ ვიცი და განმანათლე. მე არ მინახავს ვინმე ესე ამ ხარისხში აკეთებდეს. ამიტომაც არის ხოლმე რომ ხანდახან ისეთ თემაზე ლაპარაკობს ვიღაც და ისეთი ადეკვატურია მისი შეკითხვები და პასუხები რომ პროსტა გონია რომ ესეც პროფესორია 12 დიპლომით ან მაგ სფეროში რაღაცეებს მიაღწია. ანუ ის სტერეოტიპი დაანგრია ტიპმა რომ აი თქვათ ინტერვიუერთან რომ ინტერვიუერს არ არის მზად, ანუ არ ხვდება მზად. მე არ ვიცი როგორ აკეთებს ახლა რისერჩებს და რაღაცებს, დარწმუნებული ვარ დიდი გუნდი ყავს და რაღაცებს აკეთებს, მაგრამ პოდკასტის თელი მუღამი ხო ისა ინტერვიუზგან განსხვავებით, შენ მომზადებული რაღაცა სიტყვაზე ტექსტი შეიძლება მიხვიდე, მაგრამ პოდკასტში ისეთი მიმართულებები იბადება, შენ თუ იმ მომენტში არ რეფლექსირებ, აზრი არ აქვს. ანუ შენ თუ სიტყვაზე შაბლონურად ავიღოთ პირადულზე ელაპარაკები და თემა ხუცებ წაიღო რაღაცა უმაღლეს მათემატიკაში შენ თუ ისევ პირადულზე გააგრძელე ხო ხტები ეს ნიშნავს რომ შენ გაქვს ჩარჩო და ვერ ლავირებ და ვერ მიყვები თემას ანუ ტიპს შეუძლია ნებისმიერი გადახვევით სადაც არ უნდა წაიყვანოს სტუმარმა ისე გაყვეს გეგონება იმ თემაში არის ყველაზე high level-ზე როგორ ნუ უნიკალური ტიპია ავარ ეგეთი სრული პასუხი მე არ მიმიღია кайხანია არა სახში ვეცადე ჩემი ჭკვიანი ბიჭი სახში ვეცადინე გაიზარდა ერთად გავისწორეთ მაგრამ ახლა ეს პერიოდი რაც არ მქონდა არ მყავდა ანახი გაიზარდა ჩემი დაგიბერდი დიდი ბიჭია ნახვებს რაში გაცვლიდი მოდი ესე ვთქვა რამდენ ნახვას დამი კონკრეტი 20 მილიონი ნახვას რაში გაცვლიდი აი შევაკას რო კონდეს ახლა მინიმუმ 20 მილიონი ნახვა და გეუბნებიან რომ აი ამას გაზრავ და არ გაქვს ნახვები მოდი გავცვლიდი გარანტიებში სიტყვაზე აი როგორ გარანტიებში იცი რომ აპრიორ სიტყვაზე არ შენი ოჯახის წევრები პლუს 10 წელი იცოცხლები სიტყვაზე გეუბნები აბსტრაქტულ რაღაცებს თუ იძახი თუ მატერიალურზე გადმოვალთ გავცვლიდი რავი რომ ითხრა რომ 20 მილიონი ნახვა გინდა თუ 1 მილიონი დოლარიო გუმწრფელად გეუბნები 20 მილიონი ნახვას ავიღებდი იმიტომ რომ 20 მილიონი ნახვა ავტომატურად მოიტანს ისეთ ფიდბექს რომ მე მარტივად გამოვიმუშავებ 1 მილიონი დოლარი. რა ის 1 მილიონი დოლარი? მაგრამ რომ ითხრა 100 მილიონი დოლარიო YouTube-ს აი ესე delay-ს ვაწევი და ვქმნის სხვა პლატფორმას უფრო საინტერესო. 20 მილიონი ნახვა თუ 20 მილიონი დოლარი? მოდი ვივაჭრო. ამის შეგვიძლია ძალიან კარგი. არა, 20 მილიონი დოლარი ხარ ტრაკის თამაშის და გაპრანჩუს გარეშე. 20 მილიონი დოლარად გავაკეთებ ისეთ კონტენტს, რომ მე ყოველმა მეორე ვიდეომ დადოს 20 მილიონი ნახვა. როგორ გავისტორდა? ეხა იცი რომ სტრიმზე ვარ და ტრაკის თქვა შეგვიძლია. შენთვის ეს ახალი ხილია, ხო? შენთვის ეს ხო მოძველებ გიოცა. Welcome to the soft ეგ არის. რა ბაზარია და ეგ ბაზარია. რა ბაზარია და თავისუფლება ჩარჩოებში თვითცენზურაში. ეხა ნახე. წარმოიდგინე რომ ჰოლივუდზე 1985 წელია. რა შვე? მაინც 1900 85 წელია. ახულობ მამაჩემს და დედაჩემს ახალგაზრდებს. ყველა პონჩი. ანუ აი მამაჩემი დაახლოებით ვიცი მაგ დროს სად არის, სად მუშაობს ყოველ შემთხვევაში, ნუ ბებია-ბაბოა ცხონებულები ვიცი სად არიან. ყველა პონჩი მივდივარ და ვნახულობ ახალგაზრდა ვერსიებს დედაჩემის და მამაჩემის. ანუ მე რას ვიზავ არ ვიცი. რატომ იჩუყებ გულს? რატო გიჩუყებ? ნუ შანსია რომ გარდაცვლილი ადამიანები ვნახო, მინიმუმ დისტანციიდან ბებია-ბაბუები. და მაგარია მამაჩემი ჩემზე ახალგაზრდა და ანუ ძალიან მაგარი სანახავი დედა და მამა აუ მაგარი ერთი დღე რომ მქონდეს ეგრე გავატარებ სხვა გეგმა რომ მქონდეს იქ წერილებს დაუტოვებდი ჩემთავს რომ სიტყვა ბიტკოინს რო გაიგებ ოდესმე შეიძინე აუცილებლად შეიძინე მელა ბიტკოინი ამას ვიზავ კიდე რა შეტყობდი აუ ბევრ რაღაცას არ მინდა გავაჟღერო აქ არ შეხვიდე ეს არ ქნა ამას მოშორდი, ამას მოერიდე, არის ერთი რამდენიმე ეგეთი ფრაზა, რასაც დაუტოვებდი. და მოტოციკლეტი. საყვარელი ხარ. და მოტოციკლეტი თქო. მოდი კიდე უფრო ადრე თქო, გაიცანი უფრო ადრე, YouTube-ი უფრო ადრე დაიწყე თქო. ანუ 2017-ში ინუ დაიწყე. დაიწყე 2010-ში, როდესაც ახალგაზრდა იყო YouTube. მე მეორე თაობად ვიტყვე მაინც. არიან ლენინები, ვინც 2010-დან შემოვიდნენ გეიმერი ტიპები და ვიღაცები. გეიმერი ხო და არიან ვიღაცები, ვინც აი პოდკასტი, რასაც ქვია პოდკასტი. არა, პოდკასტი კი ბატონო. სახელიც
გავიგე? გიორგი ვარდასარაძე. Thank you. გახსოვს ორსული რო იყავი მოსული. ეგრა სირცხვილი. გიორგი ვარდასარაძე დამიწყდა თავის პოსტკასტში და რა თქმა უნდა ბედნიერი მივედი. დავჯექი. ვა. დავჯექი ამ პოდკასტზე და მივდივარ ლაპარაკი და ანუ ხალხო ძალიან დიდი მოცლითვი ვარ რა. კატოზე ვიყავი ორსულად თუ ილიაზე? მეორეზე ვიყავი ორსულად და პოდკასტი რო დამთავრდა მე შეამჩნია რომ აი ძალიან დიდი პოდკასტი მითხარი და ბოლოსკენ ვიყავით გასულ. ხო რომ რატომ ეს კიდე ორსულად ვარო და ბეჯექი ხალხო კადრი გადაიც რომ მაგიდაზე ვიდევს მუცელი ანუ რეალურად აი ამ ხელა მუცლის და მე ბრმა რა ან მეგონა კაბის ფორმა მეგონა თუ არ ვიცი მაპატია ჩემთვის ვისავარ მაგრად გაუმაზე მაგრად გაუმაზე შენ მაინტერესებს თავი ჭკვიანი გონია არა ვიცი ანუ აი ესეთ რაღაცა თავი ჭკვიანი გონია თავი მოდი ასე ვთქვათ აბსოლუტურად გააზრებული იდიოტი ვარ, ოღონდ იმენა გააზრებული იდიოტი ვარ, რომელიც ცდილობს რომ ისეთ რაღაცების გაკეთება შეგიძლია შენ, რასაც ხვები ვერ გააკეთებენ. ალბათ ისევე როგორც შენ, რასაც ხვები ვერ გააკეთებენ. რაღაცეებში ალბათ შენც და მეც გვაქვს რაღაცა სკილები, რომელიც ცოტა უფრო უკეთესად შეგვიძლია რაღაც შედეგი დავდოთ, ვიდრე სიტყვაზე ვიღაცა. მაგრამ მე არაფრით არ გამოგვარჩევს. ანუ სიტყვაზე მე და შეიძლება ვიღაცაზე ხა აგჯდომზე კარგი მსახიობები ვარ. მაგრამ საკმარისია რამე სხვა სკილი დაგჭირდეს, შეიძლება ნებისმიერმა ჩვენზე უკეთესად გააკეთოს. ეს ხო ვიწრო პროფილურია, ჩვენი ყველაფერი რა, რაღაც ჩვენი ნიჭების და რაღაცების კონკრეტულ დარგში რაღაცას ვაკეთებ. ნიჭებზე გამახსენდა, ძალიან ნიჭიერი არტისტი ხარ. აქტიური ხარ თეატრში, მაგრამ აი მაინც იქითკენ მივდივარ რა, ანუ აი ცოტა მაინც საიტყენ ხარ გადახვილი. YouTube-ი თუ თეატრი, კინო, სცენა. პირველად დადგა ეგრესა, კინო და თეატრი ყოფილა ხოლმე და არ ვიცი, ხა YouTube-თან არაფერ შუაში მგონია, მაგრამ არა, სხვა ორგანიზმია. ხო, რა, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნები, YouTube-ზე მე რაღაცა რო დავიწყე ქექვა, რატო ვაკეთებ იმას ამ სიხშირით და რატო არ მბეზდება, ალბათ ისიცაა, რომ რაღაცა შემოქმედების შეგრძნება მაგ პოდკასტის კონტექსტში და რაღაცას მიკლავს რა. შეიძლება ეს რაღაცა უბრალო სისულელეა, რომელიც მე მოვიგონე, მაგრამ ეგოს იფხან რა, რომ რაღაცა ღირებულ შემოქმედებას აკეთებ. რაც ასევე თეატრში არის. კინოსა და თეატრს შორის, ანუ მე ის ტიპი ვარ, რომელიც ძალიან სხვადასხვა არის, მაგრამ მე სულ ამბობ ხოლმე, რომ არ მინდა ზედმეტად გავიფრანჭო. მე თეატრის სიგიჟემდე მიყვარს, მე იმ თეატრში გავიზარდე. ეს ჩემი მართლა ოჯახია, ბუკვალურად მეორე ოჯახი არის, მაგრამ მე არ ვარ ის ტიპი, რომელიც თეატრით ცხოვრობს, თეატრით კვდება და ასე შემდეგ. ანუ სულ ოჯახი რომ ღმერთმა, ხო, არა, სულ ჩესნებია მილიონებიც რო იყოს. მიხდი რას გეუბნები, მილიონებიც რო კონდეს შემოსავალი, ადრე ამას ვამბობდი, რომ ყველაფერზე ვარს, ვიტყვი მხოლოდ თეატრის კაფაზე. მე მიხდი რომ ეს ხო შენი ფრაზები არ არის ჟორიკ რა, ეს ფრაზები სადღაც გაიგე, მე მოგეწონა და რეტრანსლირებ. ეს ჩემი ფრაზა არა. სიახლები არის ხო? რაღაც შენს ცხოვრებაში. გინდა რომ აქ ვთქვა. რომელზე ამბობ, გაჩნია. წეღარას ვსაუბრობ. წეღარაზეც. ეგ შეგვიძლია. ეგ კი ბატონო, პირიქით. ხოდა მე მგონი ძალიან მაგარია. ექსკლუზივი, გიორგი, რა ბაზარია? ექსკლუზივის რა მოგახსენოთ, იმიტომ რომ YouTube-ზე ყოველ პოდკასტში ამოსწურით, მაგრამ რა ბაზარიაში ნამდვილად ექსკლუზივია. სერიალს ვიღებ. სერიალს ვიღებ ვამპირებზე. რატო არ თამაშობ შენ სერიალში? იმიტომ რომ მეგონა რომ უფასოდ არ დამტახდებოდი, წეღარ მეჩხუბებოდა რომ როგორ გაბედეო და არ დამიძახეოდა. რუსკა იმ საფეხურზეა თავის პროფესიის და ისეთ გრაფიკია რომ ეხლა არა ეგ გასაგებია, მაგრამ მეგობრებო მაგას გეუბნებოდი რომ მესმის რომ ეხლა კამეოსთვის დაგიძახო 1-4 საათი დამითმე ბაზარი არა, მაგრამ რუსკა იცი რა ეხლა შენ გაწი გამოწია შენი რა ბაზარია, ვინ ბაზარია, სად ბაზარია, თეატრი, შმეატრი და ჩემთან მოდი ღამე ათენე ვამპირულ კბილებში, ხო? ანუ ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა, მაგრამ რადგან შენ დაბრో როგორც ჯოკერი ასე დაარტყი, всё, აწი რა ქვია სერიალს? წოველები. მიკრები დილწები ეს სისხლის წოველებზეა საუბარი. თქვა მან და ჭიქას ხელი მოკიდა. ესე ქვია. გაუმარჯოს, რა ვიცი, ძალიან დიდი მედი მაქვს, რომ მადლობა, რაც აუდა თქვა მადლობა. წოველები ძალიან გაისურვეს. კონტექსტში მაგრაჯდება ხო? ძალიან მაგარია მართლა და ზუსტად ვიცი რომ ძალიან მაგარი რამე გამოვა და წარევატებას გისურვებ, მე ვიცი რომ პრომოუშენი დაიწყება სადღაც ზაფხულისკენ, ხო? ზაფხულისკენ. 15 სექტემბერს უნდა დაიდოს პირველი სერია. დაიდება პირველი სერია, რა თქმა უნდა YouTube-ზე, იმიტომ რომ რაღაცა გჭირდება სხვა შენ ძალიან ხوارი წოლხიდებს ტელევიზიაში, შენ მაგაზე დაფიქრდი. ძალიან ხوار ჩატეხე ხიდები. ტელევიზიაში მომავალ ალბათობასაც არ უშვებ? არა. ალბათობას? მე ეს ხიდები რო დავწმე ვიფიქრე, ვინმე რომ 901 აი 25 ტიში
დამიხეთქოს და თვეში ერთხელ მოდი გადაგე. ხო დავაკეთებ. არა ეგა, ხო. არავინ არ გეტყვის მაგის ეგრე არავინ არ გეტყვის მაგას. ასე რომ YouTube-ი всё ეგა. აბა მინდა რომ ეხლა ჩემმა გიორგიმ სამი და ეხლა ადგილი გიორგი ვარ და იმღეროს გამოსთან წაიკითხე. სამი სიტყვით დაახლოებით ეგეთ შეკითხვით ვარ. სამი სიტყვით დაახასიათე შენი თავი ოღონდ გულწრფელად რა. ეხლა არ დაიწყო კეთილი, შრამის მაყვარა და რაღაცა დაიწყო. რა ბაზარია? რეფლექსია ერთი. ზედაპირულობა. ზედაპირულობა, არ დაგეთანხმები. სამწუხაროდ ეს მგონია და არ ვიცი, სიმარტივე, ბუნება არ იცი რა მინდა? ალალი არ მინდა ვთქვა, ანუ უბრალოება რა. უბრალოება, ხო. სხვაში ყოველ შემთხვევაში ამას ვაფასებ. რამდენად მე გამომდის რომ ვიყო უბრალო არ ვიცი, მაგრამ ნუ მოდი, აი სამი სიტყვა. გამოგდის არა, უბრალოდ ესეთი ხარ. არასოდეს მე შენი ეგოს თან არ ვიყავ. ესეთი ხარ, არაფერი განსაკუთრებული. არა, განსაკუთრებულობა, სწორედ ამაშია, რომ ეგეთი ხარ, მარტივი, ოღონდ კარგი გაგებით. მადლობა. თუ გამომდის გენიალურობა მარტივია, ჩემო მეგობარო. და ეს უბრალოება. თუ გახსენდება დღე, აი არ ვიცი, შემთხვევა, რომ აი ყველაზე მძაფრად გიგრძნია სირცხვილი. უიმე დედა რა. რამდენიც ნახე როგორ შეკითხებს გისვა. კარგი პროფესიის კონტექსტში. როგორც არ ვიცი, აი ყველაზე მძაფრად როდის შეკრცვა რაღაცის. შეიძლება სხვის მაგივრათაც შეკრცვა. სხვის მაგივრად ესე იშვიათად ესპანური სირცხვილი რო ქვია, ხო იცი? ხო, ესპანსკის ტიდრო ეძახიან. არ ვიცი, ბევრჯერ შემწხვენია რა ცხოვრებაში. ძირითადად და ეს კარგი გაკვეთილია ხოლმე ყო და კიდევ ვიცი ბევრჯერ შემწხვევა. როდესაც გონია რომ აპრიორ სიმართლეს ღაღადებ და შენი პოზიცია ქვას გახეთქავს და უბრალოდ აი ზედაპირული რო ახსენე რა. რაღაცეებზე გაქვს ზედაპირული შემეცნება, ცოდნა და სიღრმეებში არ გადიხარ და ამიტომ მეც ხვირს წაიტეხა. ანუ შენი ნათქვამი იმდენად აბსურდული დეგენერატობაა და იმდენად სუბიექტური. აი ესეთი რაღაცეები, როდესაც მე მგონია რომ თქვი ჭეშმარიტება ჩემი ფასეულობების სიტყვაზე ვიზარ. თავი გონია. ხო რა, ამბობ რომ აი ჩემთვის აი ეს ფასეულობა არის ურყევი და რა ფესვებ გადგმული და ზეგ რო ხვდები რომ ისეთ სისურელეც ლაპარაკობ რომ ოღონდ გულწრფელად ხვდები აი რომ ესე არ არის რა და ეს ცხოვრების ჩვეულებრივი მოვლენაა რომ ფასეულობები უნდა გადაფასდეს იზრდები ეს არის რაღაცეები უნდა შეგწყვეს გეწყინოს გაიზარდო ასე შემდეგ ამიტომ მილიონჯერ ყოფილა შენ თავს და კიდე იქნება და შეიძლება დღევანდელი ხვალაც შემწყვეს რაღაც არ ვიცი ხო ზეგ ხო ნუ ამით ვსწავლობ მართლა რეალურად ვსწავლობ ეგეთ რაღაცეებს ხო რა ეგეთ დროს ვსწავლობ თუ საჭირო ეგ მეგონი ძალიან საჭირო ტიპი არის რა ძალიან კარგი პასუხი მივიღე ისეთი არასტანდარტული რა შეხო პოდკასტერს ესაუბრები აუ თან მაგარ პოდკასტერს რა თან რაღაცნაირი გაზეთი ჯოროგანის დიშვილი ვარ და რო ყავდეს აი შემდეგი შეკითხვა მაქვს ჩვენთვის მზად აუ ეს რა უცნაური გარემო მეტად მოიცადე დავსვა რაღაც შაბლოურ შეკითხვებსაც დაგისვავ რა რისი გეშინია ჯანმრთელობის პრობლემა არ შეექმნეს ჩემ ოჯახის წევრებს მაქსიმალურად დიდხანს სადამდეც გვიწერია აი ჯანმრთელობის პრობლემა დანარჩენს დედას უტირებ ყველაფერს მოვაგვარებ ოღონდ ჯანმრთელად იყოს დედა ჩემი მამა ჩემი ჩემი შვილი ცოლი და ეს ახლო ადამიანები მარტო აი ყველაზე მეტად რაც მაშინებს და ისე მომრავლდა სამწუხაროდ რა ეკოლოგიის გამო, საკვების გამო, რაღაცეების გამო, რომ ისეთ რაღაცეებს იგებ ხანდახან რომ გული მისკდება, ანუ აი გააზრებაც არ მინდა ჯვარი გვეწეროს ყველას ოჯახს, ყველა ადამიანს, რომ აი ეგ დანარჩენს დედას უტირებ მოვაგვარებ. მოუგვარებელი თითქმის არაფერი არ არის. 20 წლის მერე წარმოგიდგენია შენი თავი როგორი იქნები, რანაირი იქნება გიორგი, რას გააკეთებ? 57 ზუიდე. აი როგორი ბიძა იქნება და რას აკეთებს? რითი დაკავებ? მე დაახლოებით წარმოდგენილი მყავხარ. აქამდე წარმოგიდგენია ეგეთ რაღაცა ცხოვრებაში. მე მქონია რომ აი 15-ს რო ვიყავი 30-ს როგორ ვიქნებოდი რომ ფიქრობ ხო ხდები. სულ რო ალაგებ რა. მე სულ ალაგებდი მეც. არც ერთხელ არ დაემთხვა. არც ერთხელ არ დაემთხვა. ანუ სიტყვაზე რო ჩამეწერა 15 წლის ასაკში როგორი წარმომედგინა გიორგი 25 წლის ასაკში რომ შემედარებინა სისურელე იქნებოდა. ეხლა მგონია რაც არ უნდა ვთქვა არ იქნება, მაგრამ როგორი მინდა. აი, როგორი გინდა რომ იყოს ბაიკერი? თავიშვილის ძალიან ახლო ძმაკაცი, თავიშვილის საოცარი მოტოციკლეტით, სოფლიო ვიზით, უკან მოვლილი
გიგანტური ტურნეებით, სოფლიოს ტურნემა გეგმაში რეკორდის და ანუ ეს ყველაფერი გაკეთებული საუკეთესო პოდკასტის წამყვანი. კი. კარგი მეოჯახე და საკუთარი უზარმაზარი პროდაქშენიც რაც თავში მოუარო იმას გადაიღებს. კინო, სერიალი, ამბავი. აი ესე რაღაცა ზედაპირულად. ნახოთ აქედან გეთქვა აწყო დროში. ეს ყველაფერი გაიმეორე აწყო დროში. მაგას რა ქვია აფირმაცია თუ რაღაცა აფირმაცია. აი ნახავ შენ 20 წელიწადში ეს ყველაფერი თუ არ იქნება. და კადრი რო გადადის და ყოველ დილი წირპიანი სარკესთან რო დგავარ და ამ ყველაფერს რო ვიმეორე. იქნებ გაჭრას გამიმეორე. ყველაზე კარგი თვისება რომელია შენი და ცუდი? მალე ვცივდები რა. მალე ცივდები რას რის? არა დაავადებას. არა მე ვხდა რის მხრივ. მალე მავიწყდება ცხენა, თუ რაღაც ფუნდამენტალურს არ შეეხნე. მალე გადამდის. ანუ მალე ცხელდები და მალე ცივდები? ძალიან მალე ვფეთქდები და ძალიან მალე ვცივდები. რაც ერთხელ კარგია, ერთხელ ცუდი. გახსოვს მე და შენ რო ვიჭუბეთ მანქანაში? მე და შენ მანქანაში ერთმანეთს თავზე ყველაფერი და მე რომ მანქანა რო გავაჭერე და რო გადავედი მანქანიდან როგორ არ გახსოვს? შენ თავს მიცავარ არ მაქვს. საიდან გაგონებ? რანაირად უკვე? საერთოდ გოჩხული. ცეკვების პერიოდიც არ იყო, მე და შენ რომ მონაწილეობთ, გოგონას პერიოდი იყო. საიდანაც სადღაც მივდიოდით? ან დასალებად, ან სადღაც მივდიოდით, მოკლედ და რა გვაჩხო მიზეზი რა იყო? ჩემი დის გამოვიჭხუბეთ რაღაცაზე, რასო ჩემდაზე მე ვაპარაკები მეთქი. მე გელაპარაკო ნინუცაზე? რაღაცას მევიდები ჩემდაზე. რასო? მეთქი რასო ჩემდაზე მელაპარაკები მეთქი და შენ ეჭვიანე? არ ვიცი ყოლები ეჭვიანე თუ ჩემდაზე რა არ მახსოვს ალბათ შენ რა გიდაო მე ვისაც მინდა ვიზა დაველაპარაკები ეგ რანაირად არ გასულ იჭვან მანქანაში ატბან მანქანა წინ მიდიოდა და ანუ გვერდიდან მე ჩემ მანქანაში ვიყავი? არა უკან ვისხებით მე ეს ჯაღაჯუგი აი ეს მანქანაში ჯაღაჯუგი გამიჩერეთ მანქანა მაგრამ ხომ ალე შევრიგდით ანუ იმ წამსვე დამეწიე და იქ მახსოვს მაგრამ შემოეთრიო მანქანაში ჯერა იქნებოდა არა ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით და მაგარი ორი არა გადარეული ტიპები ვიყავით ანუ ჩვენი ახალგაზრდობა ბჭყალებში ანუ ეგ პერიოდი როდესაც თითქმით 24 საათი წლების მანძილზე ერთად გვიწევდა მე ძალიან მაგრად მახსენდება ანუ ჩვენს გარდა კიდე იქ რამდენიმე ადამიანი იყო ჩვენი კოლეგი ანუ ეს იყო ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო წლები იმიტომ რომ ახალგაზრდობა მაქსიმალიზმი ნაკლები რაღაც პასუხისგებლობა მეტი ენერგია სიხარულის ბალადის გადაღებები თუ გახსოვს როგორ არ მე ყველაფერი მახსოვს რა ხდებოდა თუ გახსოვს მე ვიდეო ქრონიკებიც მაქვს ყველაფერს წესიერად მოიქეცთ რომ ისეთ ვიდეოებს დაგიდებ თვალსრემლი მოედინოსა ეგეთი ვიდეოები მაქვს მე ესეთი პერიოდი არც ვიცი საერთოდ არა ძალიან კაი და მაგ ფილმად და დღემდე ძალიან უყვარს ეს ფილმი მაყურებელს დღემდე უყურებ ჯრამის შოუს მოკითხა ურმესი მადლობა სულ ვიზახი ხოლმე დიდი წვლილი გაქვთ ჩვენს რაღაცა პირველ ნაბიჯებში სწორ ნაბიჯებში რა კონკრეტულად ჩემ შემთხვევაში მით უმეტეს ანუ სწორად მეგობრულად მამაშვილურად ძალიან კაი პერიოდი იყო ჩემთვის და რამაც ბევრი მასწავლა ტელევიზიას კი ვძაგებთ ხოლმე მაგრამ ეს ის კონტექსტია, როდესაც მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვის. მართლა რა. მართლა დიდი მადლობა, იმიტომ რომ ძალიან კარგი პერიოდი იყო, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები გაკეთებინეს და ჩვენც იმედი მაქვს რომ არ გავუშვით საქმე და გავიზარდეთ. მე მგონი ამაყობენ, ესე მგონი. რა ვიცი, იმედია თუ არ ამაყობენ და არა უშავს. კაკა, ბოგიჩ, იმედია ამაყობ. იმედია. მოკითხვა ჩვენგან. აუ ძალიან ახლა ნოსტალგიაში ჩავარდები, შეიძლება წინილი დავიწყო. ნინუცა როგორა? აი ეს მაინტერესებს ეს წენაზე მაინტერესებს. ბოდიშის მოხდა გიჭირს? აი მე მაგალითად თუ დამნაშავე არ ვარ, ბოდიშს არ მოვიხდი. აი არანაირ იმაზე არ მივდივარ დათმობაზე. არავის გამო. არა, ბოდიშის მოხდა ძალიან მარტივი პონტია, просто არგუმენტირებულად გამაგებინე რატო. ანუ თუ დამილაგებ, ანუ არგუმენტირებულად ემოციებს გადაწევ გვერდზე, იქნება რაღაცა რაციონალური დიალოგი ეგოების გარეშე, რაც ოჯახში ასე თუ ისე გამოგდის და დაალაგებულია მეტნაკლებად, ახლა ყველგან აჩხუბი კიბერი, მაგრამ ეს გვაქვს ეს პლუსი, რომ თუ რაღაცა არის, მეც და მარიამსაც სიტყვაზე ბოდიშის მოხდა, არ გვეგრეხება, მოდი ეს უნდა იყოს არგუმენტირებული. ჩხუბში როგორ იქცევი? გაორბი ვარ. განpixat. შენ თავს მით. ზოგად ჩხუბში? არა, ზოგად ჩხუბში არა, მაგრამ აი ოჯახურ ამბავში მე იმდენად კარგად ვიცი. ეს რაღაც მაგრა ისწავლეთ, ეს გაქცევა რა. არა, გაქცევა რას გულისხმობ? ცი სხვა ოთახში გასვლას გულისხმობ. მანქანაში ჩაჯდომა და კატაობა, იმიტომ რომ ვიცი რომ ეხლა მე თუ ამ ნერვებს ავყევი და ამ ბოლო დროს მეტნაკლებად ვისწავლე კონტროლი. კარგი არაფერი არ მოხდება. არა. პრაქტიკა მაჩვენა ცხოვრებაში, შეცდომება მაჩვენა. ამიტომ ჯობია სანამ ეს დუხს ხო? გაკატავდი, მოტოთი განიავდი, წრე და არტყი ემოციები გადავა და მე ილაპარაკე.
ამიტომ ხშირად ყოფილა ხო და რო გადიხარ. ეს კაკაკავები განიავდები, იმიტომ რომ გაბრაზებულზე ნათქვამი სიტყვა მერე ძვირიჭდება ყოველთვის. ძვირიჭდება ხოლმე. მაგრას უცემი ხარ ვინმეს? უცემი ვარ თუ არა? არა. არა. მოხვედრია მაგრად მოხვედრია. მაგრამ შენს დაგიჭერია, ხო, დაგიჭედია. არა, მეც მაგრად მირთმევინებია და ჩემთვისაც კარგად ყველაზე ცუდად ვინც დამარტყა ცხოვრებაში მართლა. ეს იყო შემთხვევით ჩემი უახლოეს მაკაც გიგი ქარსელაძე ჯანიკო. ჩვენი მეგობარი კი ბატონო. რომელმაც ყველაზე ცუდად გამიტეხა ცხვირი, რაც კი ოდესმე გამიტეხია ბავშვობაში. ჩვენ ერთად გავიზარდე მე და გიგი რაღაც 4 წლიდან მაკაცები ვარ და რაღაცა რიგითი ჩხუბის დროს ეს პერიოდია რა უბანზე ჩვენ გარადოკელები იქით სიტყვაზე ვეძისელები, იოსებიძელები სკოლას რაღაცა ვიღაცას ცემდით თუ ჩხუბობდით და გვერდზე ურტყავდა და გვერდზე დაუდე კიდე იდაყვე ანუ საოპერაციო და ეგრე არავის ეს ცხვირი ეგეთი იმიტომ არის ვიცი რა ლამაზი ვიყავი გოგო ეხა ძალიან ლამაზი გაჩემს შეხედე ეს ცხვირი ხო და აი ერთადერთი ექტორე მოხვედრით რა თქმა უნდა ანუ იგივე 90-იანების ბავშვობა მაქვს როგორც ყველას ხო ჩვენ ყველას მოხვედრია ყველას დაგვირთხავს რა და ასე არაფერი განსაკუთრებული მაგის გარეშე პრინციპში არც ხდება არც გამოვიდოდა იმ პერიოდში არ გამოვიდოდა რა ეხა იმედია შეიცვალა რაღაცა იმედია აი რა ნიჭი გაქვს მე მაგალითად როგორი ნიჭი მაქვს იცი აი სალამურზე უკავ არა არ გადგება შენ იცი ეგეთ შორიდან აი ეგ ნიჭი არ გადგება ხო აი ეგეთი მე მაგალითად ენას ვადებ ცხვირს რაში მადგება არ ვიცი მაგრამ ეგ დაახლოებიცა მუშტი შემიძლია ჩავიდვა პირში აი დაახლოებით ეგ რაში გამოგადგება არ იცი მაგრამ გადგება ყველა ჩემი ნიჭი შევძელი რომ მონეტიზირება გამეკეთებინა აუ ტიპი აი მონეტიზაციაში რას ბავშვი გაჩნდა ყველაფერ ფულზე ვფიქრობ ფული უნდა გამოიძერწო კაია ფული ხო და ბიჭო არ ვიცი რამე ნიჭი თუ მაქვს რა ეგ შეიძლება მაგ და იმდენად არაფერს თქმელი და უაზროა რომ დაჟე ნიჭად არ მივიჩხენ ესეთი რომ ენაზე ყველანი რაღაცა ნიჭები ყველაფერი ნიჭი არის ბიჭო აი ფოკუსები ვიცი აი ესეთი ახე აი კიდე აი ეს შენ აი შენ ხედა აუ შენთვის მომამზადე ეს ხუმრობა ამოჭერით ჩამიგდეს და დამწყევლეთ არ არის სტრიმი ლაივ სტრიმი ხო მაშინ თელი ცხოვრება და ბაზარია ნახე ახლა შენთვის აქ მომზადებული ლინკს ჩეკი ბლიცი ეს სტრაფატრო სახეამო სტრაფატრო იმაშოვა აუ დაფიქრება არ შეიძლება ანუ ეხლა მოდი მაშინ პასუხებზე პასუხს არ ვაგებ არ ვაგებ ძმაო პასუხებს ეგ ბაზარია აქ რო დავაი კარგი დავიწყავთ დავაი შენ თუ სხვა ისი ცივი თუ წყალი ორჯერ 11 კარტომატო დასვერება რა თქმა უნდა კეთილი თუ ბოროტი ყველა ერთად ამას გონია ეს მარტივად გაგრძელება შურიანი თუ მატყუარა ისეთი ნაცეცალი თუ მეგობარი ძმიშვილი შურის ძემა თუ სიმშვიდე ვენდეტა ხო ერთი საათი მინდა რომ დავალადო აზრი მუშაობა თუ იოლიფული რა თქმა უნდა სიმართლე თუ სიკეთე მოქმედება სიმართლე თუ თავისუფლება ის ერთი თქვა გენიალური ჩემი საყვარელი ბლიციტე რო იყო რაც კი ოდესმე მომისმენია ჩამიწერი ან არ ჩამიწერი ჩემი საყვარელი ბლიციტე ეს ამოჭერით ცალკე და ცალკე უნდა გაუშვათ YouTube-ზე გიждები შენზე ძალიან მიყვარხარ ნუ ჩინდერზე არა არ მოჭი ის მარტივად არ ეხლა უნდა მიხე შე გაიწეს სხვა შემოვაო თენგო გაიტანეთ რა ანუ ეხლა იცი საჩქარი უნდა გაგიკეთო რომ ის დარწმუნებული ვარ რომ არასდროს არ უჩუქებია არავის ბანკის ვალები გადამიხატო აი მაგ ფრაზას ვინმე მეტყვისოდეს მე ისეთ საჩქარი მინდა გაიკეთო ყველა ბანკის ვალი გავისტუმრო შენ ეხლა ამოწყდნენ ეს რა შენთვის ყვავილები უჩუქებია ვინმე ეს ქალს ბანკის ვალი და ყვავილებზე გადასვა მე მინდა რომ შენ ყვავილები გაჩქარ აი ძალიან დიდი მადლობა ჩემო ჟორა ამ დროს რა უნდა ქნა არ ვიცი Story Flowers-მა და მე გადა რომელი უფრო ინტეგრაცია აგეთქვა ეგრე Story Flowers-ია ეგრევე ვიცანი შენ თავს ფიცავა აი რომელი გინდა მომოტოცი ვარ სოლს ვერ წაუღებ შენ უნდა დაგიტოვო სოლს არ წაუღებ არ მომისმინეთ სოლს რატო უნდა წაუღო მე შეჩუქნი კალს უნდა ვარდები არა კალი ჩუქნი შენ მე ეს მინდა მაშინ ეს გინდა რატო არ გინდა ეს იმიტომ რომ მაშინ ეს მინდა რა რომელი მოგწო შენ აჰა შენ Story Flowers მადლობა სცენის გარდა ყვავილები არ უჩუქნიათ არასოს სცენაზე მე გადავწყვიტე რომ შენ თუ ყვავილები მეჩქებინა ძალიან რელევანტური საჩქარია კაცისთვის წერილიც არის გავხსნა გავრისკო მეგონა ბანკის ვალების განულების ქვითარი იქნებოდა ეს არის ბანკის ვალების განულების ქვითარი აქ არის ბედნიერი ვიქნები
რა წერია? კი, ეგ არის. ეგ არის? ეგ არის, განულებულია. საქართველოს ბანკი. პაკა. ჩემო სიცოცხლე, ჩემო სიყვარული, ჩემო კარგო მეგობარო, ჩემო სუპერ პოდკასტერო, იუთუბერო, ყველაფერო. დიდი მადლობა, რომ ჩემს მეორე ლაივს გადაცემაში მოხვედი ბაზარში, რა ბაზარიაში. მე ყოველთვის გრძნობ შენ მხარდაჭერას, შენ ხარ ფანტასტიკური ადამიანი, ძალიან მიყვარხარ, დიდ წარმატებას გისურვებ. მე შენ სერიალში მოვდივარ სათამაშოს, გინდა შენ თუ ეს ყველაფერი გაგინდა. გინდა თუ არ გინდა. ყვავილებიც ამ გაჩქება, კიდე იქით რაღაცები, კიდე ყველა ბევრ რამეს გაჩქებ, კიდე გადავისმენ. მადლობა, უმეტეს მადლობა. მადლობა შენ რომ ხარ ესეთი ფანტასტიკური, ძალიან მიყვარხარ და დიდი მადლობა რომ იყავი რა ბაზარია სტუმარი. ეგ ბაზარია მეგობრებო, დღევანდელი რა ბაზარიას მეორე ლაივ ეპიზოდი დასრულებულია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თქვენ შეგიძლიათ მოგბრძანდეთ ბაზარში, მიირთვათ, გაისეირნოთ, გაერთოთ, იცეკოთ, იმღეროთ, დაიძინოთ, გაიღვიძოთ. მე შემომხედოთ ყოველ სამშაბათს 8 საათზე. ვეკვა 3A-ში მდებარეობს ეს საოცარი ადგილი, ყველასათვის ძალიან საყვარელი. გელოდებით ყოველ დღე, მაგრამ გელოდებით განსაკუთრებით ყოველ სამშაბათს 8 საათზე. მოდით ერთად გავიდეთ ლაივში.